ბატონ, ჩარტი. გაცურე. მეორე. ეს არის პროექტი, ბენდის სახე უფრო არ აქვს, პროექტის სახე აქვს. და ვფიქრობ, რომ საქართველოში არის ესეთი ინოვაცია და გვაქვს რაღაც ჩვენი ხაზი, რომელსაც მივყვებით ყოველ კლიპშიც და ყოველ მუსიკაშიც. Chose me cause you're loving my body. Top rank I'm your favorite shawty. Check deposit, cash deposit, left deposit. სრული ჰარმონია გვაქვს. იმიტომ რომ რეალურად ჩვენი საქმე გვაქვს ყველას თავისი გასაკეთებელი გვაქვს. პლუს ამას ძალიან ვითვალისწინებთ ერთმანეთის რჩევებს. ეს გარემო და ეს ადამიანები ჩემთვის უკვე პატარა ოჯახია. ჩვენ ვოკალის მე და ანას ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს მეგობრული. ნიკოს სხვათა შორის პირველ კლიპის გადაღებაზე შევხვდი, მანამდე ონლაინ ვიმუშავეთ ერთმანეთთან. ჩემთვის პირველ ყოვლისა არიან უახლოესი მეგობრები არიან ნიკუშას და ანას. მაგის მერე არიან ძალიან პროფესიონალი ადამიანები. ნიკუშა არის ინსტრუმენტალისტი, მე ვარ ლირიცისტი და ანას აქვს მელოდიური და ასევე ვოკალური ფუნქცია. იდეები, როგორც ესეთი, ჩემთვის პირადად მოდის სონიკური სამყაროდან. როცა მელოდიას უსმენ, ჩემთვის მოდის ავტომატურად ტექსტი, რაც შეიძლება იყოს. პირველი რამდენიმე სტროფიც უკვე საკმარისი არის, რომ მთლიანი საზრისი გავიაზრო და მივყვე მაგას. Too many things on your mind, I see what made you blind. It was the money and the fame, days luck, now you stuck in this game. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ 8 კლიპი გადავიღოთ ერთად. ყველა კლიპს ჩვენ ვფიქრობთ რომ გავაკეთოთ ერთ უწყვეტ კადრში. მუსიკა და კლიპი შინაარსობრივად არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ კლიპი ყოფილიყო უფრო რაღაც ზედაპირული, რომ თქვათ ვიზუალი და მუსიკა ერთმანეთთან ისე აცდენაში ყოფილიყო, რომ ორივეზე სხვადასხვანაირად საფიქრალი ფონო და მაყურებელს. ჩვენ ვცდილობთ, რომ არ დავამსგავსოთ კომპოზიციები ერთმანეთს. პირველი უფრო სერიოზული ნამუშევარი იყო და გვინდა და მეორე უფრო მეტად აი საცეკვაო, გასართობი და რაღაც აი ცოტა სხვანაირი ყოფილიყო. კეთების პროცესში მოდის და მოდის იდეები. რეალურად ხა ის ქართული იდეები, ქართულის ტექსტის ჩასმა არ იყო თავიდან. გაცვლი ეს მერე მოვიდა. They say what goes it comes around. აი მაქედან გამომდინარე, ეს ხო რასაც გასცემ შენი არის და მოდი ბარი მიყავს ესეც რა, რატო არა ხალხი ძალიან აიტაცებს. Underground-ის ტიპის იყო წინა ნაწარმოები. ესეც დაახლოებით ნამდვილად დასაფიქრებელი კლიპიც არის. მუსიკის აზრს რაც შეეხება, ეს არის იმ პატარა დეტალებზე, რაც ცხოვრებაში ყოველთვის კარნახობს, რა გვინდა და რა არის საჭირო ამისთვის ამათ შორის იდეალურ ოქროს შვალეთს. სულ ვეძებდი ისეთ გარემოს, სადაც ჩემი კლასიკური ჯაზური ვოკალი გაუერთიანდებოდა თანამედროვეობას, იქნებოდა ჰიპ-ჰოპის სტილიც, საცეკვაო სტილიც და ეს ზუსტად ის არის, აი ნაპოვნი მაქვს რასაც ქვია, ის რასაც აქამდე ვეძებდი. მუსიკა ჩემ ცხოვრებაში არ არსებობს ჩემი ცხოვრება მუსიკის გარეშე, სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვს არც ერთი დღე მუსიკის გარეშე. რეალურად მუსიკას მუშაობს მსმენელისთვის და ყველა ამბობს რომ მთავარი შენ მიიღო სიამოვნება, ეგრე არ არის. მთავარია რომ აი მსმენელისგან მიიღო აი ეს მუხტი, რითაც მე შენ იღებ ძალიან დიდ სიამოვნებას.